არის ერთი ესეთი ცოტა უცნაური იგავი. ღმერთმა ადამიანს უთხრა, შეგისრულებ იმას, რასაც ისურვებ, მაგრამ შენს მეზობელს იგივეს გაუკეთებ, ოღონდ ორმაგადო. დაფიქრდა კაცი და ამომთხარე ერთი თვალიო, უთხრა ღმერთს. ძალიან მძიმე ჟღერს, ხო, მაგრამ ამიგავში სამწუხარო სიმართლეა. ბევრი ადამიანისთვის უფრო ადვილია თავად დაკარგოს, ვიდრე იმას უყუროს, თუ სხვამ როგორ შეიძინა, ან სხვამ როგორ მიაღწია წარმატებას. სანამ არაფერი გამოგდის, შენ გითან აგრძნობენ, უყვარხართ, გამჩნევენ, სანამ ისეთი ხარ, როგორც ყველა, შენ არავის აღიზიანებ, მაგრამ აი როგორც კი იწყებ წინსვლას, განვითარებას, აღწევ წარმატებას, ეს მხარდაჭერა ხდება სულ უფრო ცოტა და ცოტა. ვიღაცებს აღარ უხარიათ, ვიღაცები ამბობენ, რომ ნუ გაუმართლა ეხლა. ვიღაცები კი ელოდებიან, როდის დაეცემი და თუ დაეცემი გაუხარდებათ. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ შენ რამე ცუდი გააკეთე. უბრალოდ ხშირად შენი ზრდა და განვითარება ახსენებს ხალხს, რომ ისინი ერთ ადგილას დგანან. შენი დისციპლინა ახსენებს მათ თავიანთ უსაქმურობას. შენი მიღწევები კი ახსენებს მათ გამოუყენებელ შესაძლებლობებს. არ უნდა იცხოვროთ იმის მოლოდინით, რომ ყველას გაუხარდება თქვენი წარმატება. არ გაუხარდებათ და სამწუხაროდ ეს ჩვეულებრივი ამბავია. შენი მიზანია ყველას კი არ მოწონდეს და უხაროდეს შენი წარმატება, არამედ აკეთო ის, რასაც აკეთებ და იარო წინ. არ გაბოროტდე მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებს არ შეუძლიათ უხაროდეს შენი წარმატების. თუ გარშემო გყავთ ადამიანები, ვისაც გულწრფელად უხარიათ თქვენი წარმატების, გაუფრთხილდით და მოეფერეთ. თუ კარგად დაფიქრდებით, ისინი სამწუხაროდ ბევრნი არ არიან.